მოგესალმებით გადაცემა კინოპროექციაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფილმზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს. და თან ერთი საინტერესო ფაქტი ამ ფილმთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ტრაგედიას ასახავს, რაღაცნაირ ყოველთვის სითბოსა და პოზიტივს ანიჭებს ხოლმე მაყურებელს. და ეს ფილმია ცხოვრება მშვენიერი. And starring Italy's national treasure, Roberto Benigni. In the story that proves love, family, and imagination conquer all. Life is beautiful. ამ ფილმს განვიხილავთ ფსიქოთერაპევტ მარინა კაჭარავასთან ერთად. გამარჯობა ქალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და იმედია, რომ საინტერესო იქნება ჩვენი გადაცემა და ინტერაქციულად წარიმართება, რაც მთავარია. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩემთვის ცოტა უჩვეულ ვაკი ყოფილ ვარ ორჯერ კინოს გარჩევაზე, მაგრამ ეს ფილმი მართლაც არის თან სევდიანი, თან რაღაც ეგზისტენციალური, თან გაფიქრებინებს ცხოვრების აზრისზე, ტანჯვის აზრისზე, ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი, შეიძლება პასუხი ვერ მიიღოს ზოგჯერ კითხვებზე და კითხვა ისევ კითხვას ბადებდეს, მაგრამ აი ეს ფორმა მოწოდების, რაც არის ამ ფილმში და ის თქოთ ასე ვთქვათ იუმორი, რომელიც არის აი ამ უტრაგიკულეს მომენტში, ეს აი ამ ნაწილსაც კი ამშვენიერებს, რომელიც თავისთავად შავ-თეთრი და ძალიან მძიმეა. თქვენთვის რა იყო პირველი ემოცია, როცა ფილმი ნახეთ, თუ გახსოვთ? ეცეთ რაღაცნაირი სევდა ეგზისტენციალური, რომ კაცობრიობა რაღაცნაირად ესე მოდის ხო, მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ომებით, ზალადობით, დაუნდობლობით, თუმცა არის ასევე სიყვარული, სიხარული, სიკეთე. ეს ყველაფერი არის. თითქოს მე ვიცი, რომ სიკეთე ბევრად მეტია ვიდრე ბოროტება, მაგრამ ბოროტება ხმაურობს და სიკეთე ჩუმად არის. რაც ხმაურობს, ის უფრო ჩანს ბუნებრივია და ზოგჯერ ეს ძალიან დიდი უსამართლობის განცდას და სევდას იწვევს ადამიანში. თუმცა არაფერი არ ხდება საზრისის გარეშე და რაც ხდება, მე მასზე სინანული უაზრობა ჯობია, რომ ეს გახდეს საშუალება იმისა, რომ გაიაზრო, როგორც გამოცდილება მიიღო და როგორც მოცემულობა მიიღო და მისდამი დამოკიდებულება როგორი გექნება, ეს უკვე არის ატიტუდი, ასე ვთქვათ, ადამიანის გადასაწყვეტი. მისტიროდე მას, მუდამ თუ იქიდან სწავლობდე რაღაცას. საკმაოდ ინდივიდუალურად იღებენ ხოლმე ადამიანები გადაწყვეტილებას. მაშინ ესე წარმართოთ ჩვენი გადაცემა. ჩვენ გვაქვს ქარდები, როგორც კინოპროექციის მახასიათებელი არის ხოლმე. პირველი ქარდი შეგიძლიათ აიღოთ, წავიკითხოთ და კონკრეტული ეპიზოდი განვიხილოთ. ეპოქის სევდა და მაკრო ტრაუმის შემოჭრა ოჯახში. აქ, ზოგადად ფილმზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდან იწყება რაღაცნაირი თითქოს პოზიტივი, რაღაცა კომედია, დიდი რაღაცა სიყვარულის ისტორია და შემდეგ უკვე შემოდის ძალიან დიდი ტრაგედია, ხო? მსოფლიო არა მარტო კონკრეტული ადამიანის ან ქვეყნის, არამედ მსოფლიო ტრაგედია შემოდის უკვე ფილმში აშკარა. მე მინდა ვისაუბროთ, რა ხდება ამ დროს, როგორ აისახება ეს მსგავსი ტრაგედიები ადამიანის ფსიქიკაზე. მოდით ესე ვთქვათ, ეს პერიოდი არის მეორე მსოფლიო ომი და სწორად შენიშნეთ ეს ამაში მთელი მსოფლიო იყო ჩართული, ეს არის ლოკალური რაიმე ტრაგედია, ომი, რომელიც რომელიმე ქვეყანას ან ხალხს ეხებოდა, ბუნებრივია. და შესაბამისად ის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც არის აღწერილი, ესეც არის კვინტესენცია, პიკი აი ამ ძალადობის, აი ამ ადამიანის ნიველირების, ღირსების ფეხქვეშ გათელვის და ასე შემდეგ და ეს ზოგადად ოჯახში იჭრება, რა თქმა უნდა, და პიროვნულ დონეზე ხდება ამასთან მიახლოება, როდესაც ეს ხდება გლობალურად. ვერავინ რჩება ამის გარეშე, ამის ზემოქმედების გარეშე. თუნდაც ისინი, ვინც იმ მომენტში არ არიან საკონცენტრაციო ბანაკში, ვისი, თქვათ, ბავშვები, რომლის მამაც წასულია საბრძოლველად, ან მეუღლეები, იგივე
დედები და ასე შემდეგ არავინ რჩება ისეთი ვისაც არ შეეხო ეს არის ამის გლობალურობა ამაშია ზოგადად ტრანსგენერაციული ტრავმა არსებობს რომელიც კაცობრიობას მოყვება ომების ისტორიით ეს თითქმის საუკუნე არ არის რომ 2 ან 3 დიდი ომი ბრძოლა კიდევ უფრო მეტი ყოფილა რა თქმა უნდა მაგრამ რასაც ქვია ომი მსოფლიო ომი შემთხვევაში მე-20 საუკუნეში იყო 2 მსოფლიო ომი სხვა შემთხვევითი არ არის რომ ამ ფილმში ებრაელ მამაშვილზე იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში მის მაგალითზეა ნაჩვენები სწორედ ეს ტრანსკულტურალური და ტრანსგენერაციული ტრავმის განხილვა რომელიც 2000 წლოვანი უსახელმწიფოებრიობის ფონზე მათ არ ქონდათ სახელმწიფო და ამასთანავე სადაც იყვნენ ყველგან იყვნენ გადარჩენის რეჟიმში ეს გადარჩენის რეჟიმი მათ ისედაც ადამიანს ისედაც აქვს მორგება და გადარჩენა რაც ვთქვათ ნებისმიერისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი და ჩემი ცოდნის ფარგალში ხა მე ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა დაზუსტებით მსგავსი იუმორი და სატირა როგორც ებრაელებს აქვს მე არ მგონია ვინმეს კონდეს და იუმორი არის დაცვითი მექანიზმი ანუ ყველაზე მაღალი რანგის დაცვითი მექანიზმი რაც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ის ძალიან შველის გადატანაში იმ სიტუაციის რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი თვით ირონია თვით რაღაცა სატირა ხუმრობა რომელიც ამსუბუქებს ამ ტვირთს ყოველ შემთხვევაში სიცილი არის ძალიან თერაპიული ღიმილიც ძალიან თერაპიულია და სევდის მომგვრელი ერთდროულად აი ამ მამის და მამაშვილობა როგორც არის ერთ-ერთი როგორც დედაშვილობა ისე მამაშვილობა არის უმაღლესი ღირებულება ადამიანისთვის Habt die Ehre für unser großes deutsches Vaterland arbeiten zu dürfen und am Bau des großdeutschen Reiches teilzunehmen. Noi facciamo la parte di quelli cattivi che urlano. Chi ha paura perde punti. 3 Grundregeln solltet ihr nie vergessen. Erstens, versuche nicht zu fliehen. Zweitens, folge jedem Befehl ohne Fragen. Drittens, jeder Versuch eines Aufstandes wird mit dem Tod durch Erhängen bestraft. Ist das klar? In 3 casi si perdono tutti i punti. Chance მისი თავგანწირვა მის თვით საკუთარი თავის მსხვერპლ შეწირვა იმისთვის რომ შვილი გადარჩეს იმისთვის რომ შვილი არათუ გადარჩეს თუ დაისტრესება რა თქმა უნდა დაისტრესება ყველაზე ნაკლებად დაისტრესოს რამდენადაც შესაძლებელია ამ სიტუაციაში ეს არის საოცარი სილამაზით და ადამიანურობით მოწოდებული ამ ფილმში მშობლის როლი და ახალი განწყობის შექმნა მშობლის როლი რო განუზომელია ხა მაგას ფსიქოლოგობა არ ჭირდება ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ ჩვენ ყველა მშობლებიდან ოჯახებიდან სოციუმიდან კულტურიდან და ასე შემდეგ ხო და ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ჩვენს მდგომარეობას იგივე ჩვენს ამ განწყობებს სოციალურ განწყობებს რომელიც გაგვაჩნია და მშობელი როგორც უსაფრთხოება ზოგადად мама არის დაცულობის სიმბოლო აი როგორც ღმერთი არის დასრული ადამიანისთვის მორწმუნესთვის რა თქმა უნდა ის გარანტორი უსაფრთხოების ბავშვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მშობლები არიან გარანტორი უსაფრთხოების დედაც და мама განსაკუთრებით. და სწორედ აქ მამაშვილობა ჩანს, მაშინ როდესაც გლობალური უსაფრთხოება მორღვეულია, მაშინ როდესაც თითქოს არ არსებობს გამოსავალი და აი ამ გვირაბში, რომელშიც აღმოჩნდეთ არსაიდან სინათლე. ერთადერთი იყო ეს, რომ მამამ დაიწყო ბავშვთან თამაში, რომ თუკი ვინც გაიმარჯვებდა ის მიიღებდა ტანკს თუ არ ვცდები ხო როგორც არ უნდა ჩვენ მოვიქცეთ ჩვენ მარაცნობიერმა მაინც იცის რომ საფრთხეა რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ მშობელს არ ეშინია და მშობელი ცინის რაღაც ხუმრობს ეს ბავშვისთვის არის დიდი ნუგეში ზოგადად როცა მშობელს ეშინია რამის დედას ან მამას ხო მაშინ ეს შიში ტრანსფერდება შვილზე და მე მაშინ ძალიან
დოზით შემოდის უსაფრთხოების მოშლა იწყება და სამყაროსადმი უნდობლობა. ბავშვის სტრესი თან დაყოლილი გადაცემული ტრავმა. იცით რა, ნებისმიერ შემთხვევაში სტრესი ძალიან ისეთი სიტყვა ყოველდღიურობაში, ჩვენს ყოველდღიურობაში ხა მასე კარგი ამბითაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა სტრესი, ისევე როგორც ცუდი ამბით, ან რაღაც მდგომარეობით, ხო? და სტრესი სიცოცხლეც არის, იმიტომ რომ ეს გამოდის ჰომეოსტაზი, ანუ ორგანიზმი თავისი ბალანსიდან და მე ისევ ბრუნდება. მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაცა თანდაყოლილი სტრატეგიები, coping მექანიზმები, რომელიც რა თქმა უნდა გენეტიკურია და რომელიც ჩვენს ლატენტურად ჩვენში არის. და შემდგომში რასაც უყურებთ, იმიტომ რომ ადამიანს აქვს უნარი მის ტვინს აღბეჭდოს, როგორც ფოტოაპარატს, როგორც კინოაპარატს, სუნი, გემო, რა ვიცი, თვითონ ეს ხატება, ფორმა, ასევე მისი მოქმედება, მისი მოდელი ქცევის პატერნი ეგრეთ წოდებული აღბეჭდოს და copy paste-ით ჩაიგდოს თავის არაცნობიერში. ანუ მისი ქცევის რეპერტუარი ყალიბდება ვიღოთ რომ უსლად ყოფნის პერიოდიდან, მაგრამ თქვათ აი უფრო დაბადებიდან რა თქმა უნდა, რასაც ხედავს, რასაც გრძნობს და შესაბამისად ბავშვი, რომელიც რაღაცა ბავშვისთვის სხვათა შორის აი ყოფილა შემთხვევა რომ გავარიდოთ ბავშვები რაღაცას ის რაც ოჯახში ხდება თუ ეს არის ოჯახური რაღაცა გარდაცვალება ან მსგავსი დანაკარგი იქიდან გარიდება არ ღირს, იმიტომ რომ ამის იმუნიტეტი ადამიანს აქვს და რა თქმა უნდა ამას ოჯახთან ერთად და ერთობით გადაიტანს, იმიტომ რომ ის მარტო რჩება და მან იცის, ოღონდ საიდან იცის, არ იცის, მის მარაცნობიერმა იცის, რომ მისი ოჯახი არის სადღაც მენტალურად, არაცნობიერად, ცნობიერად და თვითონ არის თითქოს გარეყოლი, თითქოს რაღაცას არეუბნებიან, უმალავენ. ხომ? და ამიტომ მას აქვს უნარი, რომ ეს გადაიტანოს და პირობითად თუ ის არის მშობლებთან და ახლობლებთან. როდეს პირიქით ხდება, როდესაც ბავშვის გაყვანა ხდება აი ამ სივრციდან აი ხო არის აქ ერთ ადგილას შეიძლება მაგალითად ბუნკერში რო ავიღოთ რომ ჩადიან ადამიანები ბუნკერში თუ ბავშვი არის დედასთან და მამასთან ის არის ბევრად უფრო მშვიდად ვიდრე რაიმე ვთქვათ შეიძლება ზოგჯერ უსაფრთხო სიტუაციაში, მაგრამ მშობლების გარეშე და აქედან გამომდინარე ეს მდგომარეობა რომ ის მამასთან ერთად არის მისთვის არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ გარანტია დაცულობის და უსაფრთხოების და მით უმეტეს რომ მამა რაღაც საოცრად ცდილობს რომ ბავშვმა ვერ იქცნოს საფრთხე, რომ ეს ყველაფერი, ეს შავთეთრი, ეს სიმახინჯე, ეს უხეშობა ზარბილი ნათქვამი, ეს ვთქვათ სადიზმი შეიძლება ითქვას, რომ ბავშვამდე არანაირად არ მივიდეს. თქვენ ნაწილობრივ დასაწყისში შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ კონკრეტულად თუ ვისაუბროთ, მგონი საინტერესო იქნება. ზოგადად, ეხლა განვიხილავთ იმ დროინდ კონკრეტულ სიტუაციას, რომ თუ როგორ მოახერხა მშობელმა თავისი შვილის დაცვა, ხო, ფსიქოლოგიური თუ ემოციური იქნებოდა ეს. მე მაინტერესებს, აი, რაღაც გარკვეული სოციალური პრობლემები არსებობს მუდმივად, ხო, რომელიც აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. რა უნდა ეს იქნება, არ ვიცი, ეკონომიკური პრობლემები, რაღაცა თუნდაც ახლა მიდის სოფლიოშიც მიდის მსგავსი სიტუაცია, ხო? როცა რაღაცა ომია, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ შეძლოს თავისი შვილის დაცვა ამ დროს? მადლობა, ესეთი რა უნდა გააკეთოს? პირველ რიგში არ უნდა შექმნას, არ უნდა მოახდინოს თემის ორკესტრირება. არსებობს მოცემულობა და არსებობს ის რაც იცვლება. ძველი ბერძნები ამბობენ, რომ სანამ დაიწყებო რამის გაკეთებასო, ჯერ უნდა დაждდე, დაფიქრდე და გაარკვიო, ეს ამას ეშველება თუ არ ეშველება, რაც ხდება. და ამის მერე იწყებ მოქმედებას, ან ეშველება, ან არ ეშველება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებას, რომ ერთ ადამიანს და ვთქვათ იგივე ამ გლობალურ სისტემაში ისევე როგორც სტიქიის წინაშე მიწისძვრა თუ რამე ტექტონიკური ძვრები თუ რა ვიცი წყალდიდობა თუ მეწყერი და ასე შემდეგ თუ იგივე ტაიფუნები მთელ მსოფლიოში რა თქმა უნდა ერთი ადამიანი ამას ვერანაირად ვერც ერთი და ზოგჯერ ვერც ბევრი ერთად და ნუ აქ რაღაცა შეიძლება იყოს მთელი რიგი პრევენციული ზომები, როგორ უნდა გაიყვანონ ხალხი აქედან ამ ზონიდან, რომ თქვათ გადაარჩინონ, ხო? არის პროგნოზირებადი, შეიძლება თქვათ კლიმატური, არის არაპროგნოზირებადი, ნაკლებად პროგნოზირებადი შემთხვევები, რომელმაც შეიძლება მოულოდნელობის ეფექტით იმუშაოს და ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს. 90-იანი წლები თქვენ პატარა ხართ, რა თქმა უნდა და შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ ახალგაზრდა ხართ უკაცრავად. მაგრამ 90-იანი წლებში იყო უშუქობა, გაჭირვება, მაგრამ იყო რაღაცა სიყვარული, სიმშვიდე, თითქოს ერთმანეთის თანაგანცდა, დახმარება და თუ ბავშვს ერთადერთი რა არის გაჭირვება, თუ ის მშობლებთან ერთად არის ახლა, მაინც და მაინც ხიზილალიანი პური უნდა ჭამოს, თუ კარაქიანი პური, თუ რაიმე ფუნთუშა ეს მისთვის არ ეს ჩვენთვის არის დიდებისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ როგორ გამოკვე მისთვის არა საჩუქარს ახლა რაღაც 1000 ლარიანს მიუტან თუ ლარიანს ასევე შენ თუ არ ასწავლე მას რომ ეს ძალიან ძვირიანია და ეს კიდე არა მან ეს არის ის მას უხარია ჩვეულებრივად უხარია მდიდარსაც ღარიბსაც რა ვიცი ნებისმიერი სოციუმის და ოჯახის წარმომადგენელს. მაგრამ ჩვენ ვასწავლეთ მე რაღაცას, აი უტვირთავთ პირობითად შეიძლება სნობურ თუ შეიძლება რაღაცა ისტერიულ ან იმ შიშებს, რომლებიც საერთოდ არ ექნებოდა ბავშვს, ჩვენ რომ არ გვეშინოდეს ესე ძალიან. და ეხლა ისიც არ არის თლა ჯანსაღი რომ ყველგან ლეიბივით გაწვედა ზემოდან დაგეცეს ბავშვი, იმიტომ რომ მას თავის ცხოვრება აქვს, თვითონ წაიქცეს, ადგეს, გაიფერთხოს, რაღაცას ზოგჯერ შეეშალოს, ზოგჯერ თავი მიარტყას. წააგოს, მოიგოს, ახლა იმიტომ რომ მარტო მოგება და მარტო წარმატება და მარტო სიხარული არ არის ეს ცხოვრება, არის ყველა ემოცია ერთად. მაგრამ მე ესე მგონია რომ თუ სიმშვიდის ქოლგის ქვეშ არის ეს ემოციები და დაცულობის და უსაფრთხოების ზოგადი ოჯახურ დონეზე. ამ შემთხვევაში ბავშვს არ უჭერს, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს ამდენის გააზრების უნარი, ხო? რამდენიც ვთქვათ დიდებს და ჩვენ უტვირთავთ მათ შიშებსაც, რომ აიმე დავიღუპეთ, რა გვეშველება, საჭმელი აღარ გვაქვს და ასე შემდეგ. რაღაცა ეს რო ესმის მასში ვიბრირებს ძალიან დიდი ვიბრაცია იწყება ნეგატიური შიშის სახით და საერთოდ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ იმ სიტყვებს, რასაც ვამბობთ, იმიტომ რომ ყველა სიტყვა, რომელიც ჩვენი პირიდან ამოდის ეს იქნება ლოცვა, ეს იქნება წყევლა, ეს იქნება ნებისმიერად გაუმართავი თუ გამართული წინადადებები ჩვენზე, ჩვენს არაცნობიერზე, უჯრედულ დონეზე მოქმედებს ადამიანს, მის ჯანმრთელობაზე, მის აი პირდაპირ პროგრამებზე შეუძლია ადამიანს ზოგჯერ თავის თავს იწყევლის და თავის თავს ინადგურებს სიტყვით ან სხვას და რასაც უშვებს სხვაგან ის აუცილებლად გიბრუნდება. ესეც ბუმერანგია და ესეც ფიზიკის კანონია. შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიაწვდი, რას მიაწვდი ერთია და თვითონ კონტენტი და შინაარსი ერთია, მაგრამ როგორ მოახერხებ ამას ბავშვთან მიიტანო ეს ისე რომ ვთქვათ მან ის არც ტყუილი უთხრა, მაგრამ არც დააზიანო აი ამ რაღაცა ნეგატიური პროგნოზებით და აზროვნებით. ნუ შესაძლებელი სიტუაცია თითქოს რომ რაღაცნაირი ინფორმაციული ვაკუუმი აქვს შექმნილი, ხო, ჯოზესთვის. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ რაღაც არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს და მისი განრიდება ამ კონკრეტული პრობლემის განადგურებისგან არ უნდა მოხდეს. მაგრამ ნუ რეალობაში არის, რომ რაღაც ბავშვები იზრდებიან თითქოს ამ ინფორმაციული ვაკუუმით, რომ აი გარეთ თითქოს არ ხდება არაფერი ცუდი და მხოლოდ რაღაცა დადებითი ემოციით იტვირთებიან. მე მაინტერესებს, რამდენად ჯანსაღი არის რეალურად ეს და როგორი ზრდასრულობის ასაკში როგორ ვითარდებიან ისინი. როგორი არის მადამდე გრადი და მყარი, ასე ვთქვათ, შემდეგ მათი ფსიქიკა. აი ბუდიზმის ფუნდამენტში დევს ეგეთი ისტორია, სითხადრას ისტორია. მამამის უნდოდა რომ
აეცდინა მისთვის ყველა უბედურება, ყველა ცუდი, არც სიკვდილი ენახა, არც გაჭირვება, არც ავადმყოფობა და ხა იქ მაგას ალბათ ცნობილია და მე არ მოვყვები, მაგრამ როდესაც ის გაიქცა სახლიდან და ეს ყველაფერი ნახა, ის აღარ დაბრუნდა და მე მის ცხოვრება როგორც აეწყო, ისე აეწყო, მაგრამ აქ სხვა რამეა, ნახეთ რა არის ის, რომ უმალავ, რომ გარეთ არის სიკვდილი, არის ავადმყოფობა, იწვევს ძალიან დიდ ფრუსტრაციას და ამასთან ერთად ცხოვრება როგორც კარგთან ისე ცუდთან ეს არის ბუნებრივი და ნორმალური. მე არანორმალურობაზე არ ვამბობ, როდესაც არის განსაკუთრებული რაღაც შემთხვევები, მაშინ სხვანაირი ბუფერი ჭირდება, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად არსებობს ესეთი ოჯახის ტიპი, დისფუნქციური ოჯახებიდან, ოჯახი ციხესიმაგრე, როდესაც მშობელი ცდილობს, რომ შვილები თუ რაღაც შიგნით არსებული ყველა ადამიანი გადაარჩინოს გლობალური რაღაც აი გარეთ ქარიშხალია, გარეთ რაღაც ქვეყანა იქცევა ის და ჩვენ ვართ ერთად და ეს ოჯახი მართლაც ციხესიმაგრეა და მართლაც ციტადელია, კი ბატონო და უსაფრთხოების გარანტორია, მაგრამ არაფერი გარედან არ შემოვიდეს, არც ინფორმაცია, არც გავიგოცად ვართ, არაჩვეულებრივი ფილმია ამერიკული ადამ და ევა, რომლებიც ბუნკერში ცხოვრობენ, იგაიზდებიან და რომ გამოვლენ ეჯახებიან რეალურ ცხოვრებას და ეს კომედია მართალია, მაგრამ იქ ჩანს მათი თან სისუფთავე და თან დაუცველობა. უნდა არსებობდეს, მე ასე ვიტყვი, ფილტრები, რომელიც იცავს ბავშვს, რა თქმა უნდა. მაგ ისე ზღაპარიც რო ავიღოთ, ხო? ყველა ზღაპარიც არ არის საბავშვო, რომ მოუყვე ბავშვს. რაღაც ეკას ფილტრია საჭირო, არის ზღაპარი, სადაც არის სიკეთე და ბოროტება და ზღაპრის მეშვეობით იგებს ბავშვი, რომ ამ სამყაროში არიან, ნუ კეთილი მელია თუ ბოროტი მგელი თუ რა ვიცი, როგორც გნებავთ დაარქვით, მაგრამ აი ეს თანაფარდობა რო არის სიკეთის და ბოროტების და არჩევანი რომ სიკეთისკენ უნდა გააკეთოს და რომ საბოლოო ჯამში სიკეთე იმარჯვებს, ამას ბავშვობიდან სწავლობს, მაგრამ ის რო არსებობს, ხო არსებობს ახლა. ესე ვერ დაიცავ, რომ არსებობს კიდევ ოჯახი თეატრი და ბევრი ტიპის დისფუნქციური ოჯახები, სადაც რაღაცა დირიჟორობა ხდება იმისთვის, რომ მორგება მოხდეს და დაცვა, მაგრამ რაც უფრო გულწრფელი, მარტივი, მშვიდი, სადა და ესეთი ურთიერთობები პატივისცემითი მიჯობია. რა თქმა უნდა, დოზირებულად, აი როგორც პატარა ბავშვს 4 და 5 წლის ბავშვს და 3 წლის ხო არ უშვებ მაღაზიაში რაღაც საყიდლებზე და ან თქვა ბანკში რამის გადასახდელად რაღაცა აი ეს ღუდეები რომელიც კეთდება მშობლებისგან ის ნელ-ნელა იწევს ასაკთან ერთად და მის ცხოვრებაში მეტი არეალი შემოდის და მეტი რაღაცა შემოდის თავისუფლება, იმიტომ რომ ის თავისუფლება რომელიც არის დოზაზე მეტი, იმას ის შვილიც არ გაპატიებს, მე რეგეტყვის სად იყავი შენ მაშინ, როცა მე ამას ვაკეთებდი. არიან ადამიანები, რომელიც ბავშვს გინებას ასწავლიან მაგალითად. რო ვითომ და გინება აზიანებს იმას, ვინც იგინება, ხო, ვისაც აგინებენ, იმან შეიძლება სულ ვერ გაიგოს, რომ აგინებენ და აი ბიოენერგეტიკოსების ცნობით ეს გამოსროლილი სიტყვა ჯერ ყველა ემოციას ხო აქვს თავისი ტარგეტი სამიზნე ჩვენს ორგანიზმში და აზიანებს მას და განსაკუთრებით გინება ბოროტის სიტყვა და ბოროტის სურვილები აზიანებს თვითონ იმ ადამიანს ვისგანაც ეს მოდის. ამიტომ სიკეთე და სიმშვიდე და თქვენზე რო კარგი ვიფიქრო მე მჭირდება და არა თქვენ და მე რო თქვენ კარგი გისურვოთ ესეც მე მჭირდება და არა თქვენ და თქვენ შეიძლება სულ ვერ გაიგოთ რას ფიქრობთ თქვენზე ან რას გისურვებთ. ამიტომ საკუთარი თავის თვითეკოლოგიურობაც მაგას ამბობს რომ რაღაცნაირად მეტი რაციონალურობა, მეტი სიმშვიდე, მეტი რა ვიცი ნდობა ოღონდ ეს ნდობა შეგულისხმობ მე გლობალურ ნდობას ხო რაღაც სამყაროსადმი ღმერთისადმი პირველ რიგში ახლა ვიღაცა სამყაროს ეძახის ვიღაცა ღმერთს და რაღაცა ცისადავე ურთიერთობებშიც და მაშინ არც ეშინია და ამას იღებს ჩვეულებრივად რა და თუ ეს რაღაც ისტერიულ თეატრალური ფორმებით ხდება რაღაც შემთხვევაში ბავშვიც საკმაოდ ისტრესება და ეს ბოლოა მე მგონი უკანასკნელი გაღიმება სიკვდილი როგორც გამარჯვება. ხო, ну, ბოლო მომენტი არის, როდესაც მიდის გვიტო და
მაინც ასეთი პოზიტიური მომენტი შეუქმნა თავის შვილს ზუსტად ამ ბოლო მომენტით. მე მინდა ჯერ თქვენ რაზე ვისაუბროთ, თქვენი აზრით ამ ყველაფრის შემდეგ როგორ იქნება ჯოზუეს ფსიქიკის განვითარება, როგორც პიროვნული ჩამოყალიბება. და აღიქვამს ამ ყველაფერს თითქოს იმად, რომ აი სხვანაირად მინდოდა რაღაცებისთვის შემეხედა, მაგრამ მამაჩემმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, თუ დარჩება მაინც ამ ძალიან დიდი ტრაგედიის განცდა, რომ ბოლოს რაღაც ვერ გავაკეთე ვერაფერი მსგავსი დამოკიდებულებით. რთული კითხვა, ეცი ძალიან ინდივიდუალურია, ამაზე პასუხი ეს ერთმნიშვნელოვნად არ არის, მაგრამ ჩემი აზრით მე მგონია, რომ ამ ადამიანის მთელი ცხოვრება მამის მადლიერება და ადამიანობის მაგალითი ექნება წინ, მამის სახით. როგორ შეიძლება იცხოვრო, როგორ შეიძლება დაიცვა, როგორ შეიძლება გიყვარდეს. და არ მგონია, რომ ამაზე კონდეს პროტესტი, რომ ეს როგორ მომატყუეს, იმიტომ რომ ეს არ იყო ტყუილი, ეს იყო იუმორი შეტანილი იმ შაუბნელ რეალობაში. ჩემი აზრით, ეს ჩემი აზრია და მე ამას ვერ ვიტყვი, რომ ეს საყოველთაო არ ვიცი, ეს არის უმშვენიერესი მაგალითი მამაშვილობის და ალბათ მისი შვილი მთელი ცხოვრება მადლიერი და ბედნიერი იქნება იმით, რომ ასეთი მამა ყავდა. ადამიანს აქვს რესურსი, თუ გადარჩა, გადაიტანოს ის, რაც შეემთხვა და თუ გადარჩება და გადარჩა ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ იმ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, მას აქვს ორგანიზმს აქვს თვითაღდგენის არაჩვეულებრივი უნარი, უგუნოდ ეს პოტენცია და ეს პროგრამა უნდა გაუშვოს თვითონ ადამიანმა თვითაღდგენის, თვით რაღაცა გადარჩენის და მორგების ამ სამყაროზე ბუნებრივია და რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ეს ულამაზესი დასასრულია თუ შეიძლება ასე ითქვას და ძალიან სევდიანი, იმიტომ რომ ეს ადამიანი დაიღუპა და ამ თითქოს ეს არც იყო მისი მთავარი აზრი, რომ თვითონ გადარჩენილიყო ამ იმაში, მისი მთავარი ცენტრალური აზრი სწორედ ის იყო, რომ შვილი გადაერჩინა. და ეს მოხდა კიდევაც. და რაც შეეხება უკანასკნელი გაღიმება, დიახ, ესეც იყო, გაუღიმა შვილს და სიკვდილი როგორც ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის არის გარდაცვალება, ქართულ ენაში ძალიან კარგად არის და არის ახალ სამყაროში გადასვლა, ფერის ცვალება ადამიანის და ეს არის ის, რაშიც გვინდა თუ არ გვინდა, ყველანი ვართ დარწმუნებულები, რომ დღესღაც მოხდება. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში აღვნიშნეთ, რომ ზოგადად ტრამვის შემდეგ ეს ტრამვა ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკმაოდ კარგად გადაიტანოს, გარე გამოხატულება ამას არ ჰქონდეს, მიუხედავად ამისა, ყოველთვის რაღაცნაირად თან მისდევს და შესაძლოა დამაბრკოლებადაც გადაექცეს მას ეს წარსული რაღაც. მე მაინტერესებს თუ როგორ შეუძლია ადამიანს რა ხერხით თუნდაც ეს იქნება თერაპია, ეს არის შეგუება თუ ასე შემდეგ, რომ გადალახოს, საბოლოო გადალახვას მიაღწიოს კონკრეტული ტრამვის. მაიცით რა არის, ტრავმა არის ანაბეჭდი. მე ვიტყოდი სულზე არის ანაბეჭდი. ეს ანაბეჭდი ადამიანის ქცევის კონსოლიდაციას იწვევს იმასაკის ფარგლებში, რა ასაკშიც ეს მოხდა. ანუ თუ 5 წლისას დაემართა, ან 10 წლისას, ან 15 წლისას რაღაცა დიდი ტრავმა, მე სტრესს არ გულისხმობ, ტრავმაზე ვამბობ, ამ შემთხვევაში მისი გამკლავების მექანიზმები იქნება ზუსტად ისეთი, როგორც ჰქონდა 5 წლის, 10 წლის, ან 15 წლის ასაკში. ანუ სხეული იმახსოვრებს სტიმულ რეაქციას და ზუსტად იგივე რეაქცია აქვს მსგავს გამღიზიანებლებზე ან ტრიგერებზე. როგორ უნდა მოხდეს ახლა? ამის ბევრი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, მაგალითად შეიძლება მე მომწონს ამ მაგალითის მოყვანა ფრანც ალექსანდერს აქვს ესეთი თავის ერთ-ერთ პაციენტზე,
40 წლის მამაკაცი, რომელიც ყვირილის შემთხვევაში შარდის შეუკავებლობა ეწყებოდა, ვინმე რო დაიყვირებდა შიშისგან, ვერ ხვდებოდა რატომ, იმიტომ რომ თითქოს ახლა ვიღაცა ყვირის შენთან რა საქმე აქვს. და მე თერაპიის დროს გაირკვა, რომ 5 წლის ასაკში მამამ ისე დაუყვირა, რომ მას შარდის შეუკავებლობა დაემართა, გაეპარა შარდი და ამ ყვირილის შედეგად ისე შეეშინდა. მის ხელს ეს ახსოვს და ამას აკეთებდა ვთქვათ რაღაცა 40 წლის ასაკში. როგორ ხდება და ამისი გაცნობიერებით აქ და ახლა ამისი ხელახლა გადატანით და მონელებით და უტილიზაციით. სხვანაირად ის ყოველთვის იქნება რაღაცა ნელი მოქმედების ბომბი ჩვენს სხეულში და ჩვენს ფსიქიკაში, რომელიც პერიოდულად რაღაცა შემაფერხებელს გამოიწვევს ჩვენს ცხოვრების ხარისხი იქნება ეს თუ ჩვენი ცხოვრების წესის და რაღაცა სხვადასხვა სიტუაციებში. მსგავსი არ არის საბერძნიერო სიტუაცია, მაგრამ ასე ვთქვათ, დაძაბულობა ხო არის საერთაშორისო და თავიდან, ანუ ამ დროს ადამიანს იქ არას აკეთებს, ეგუება მოცემულ სიტუაციას თუ თავიდან რაღაცას შეშფოთებული როა, შემდეგ უკვე ეგუება თუ უფასურდება. რატო აღარ აქვს იგივე რეაქცია? უფასურდება, კარგი სიტყვა იხმარეთ და იცით რა ხდება კიდევ, აი მაგალითად თბილისის ომი რომ მიმდინარეობდა რუსთაველის გარდა ეს არსად თითქოს არ იგრძნობოდა, ცხოვრება გრძელდებოდა. მე ეს მძაფრი ემოცია დღესაც მახსოვს. მე არ ვიყავი თბილისში, მე სასწავლებლად ვიყავი წასული და მე ტელევიზორში რო უყურებდი, აბსოლუტური სიურრეალიზმში მეგონა თავი, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი, ყოველ შემთხვევაში თითქოს წინაპირობა ჩემთვის არ იყო, ხა რა თქმა უნდა, ვინც აქ ცხოვრობდა, ალბათ მე სტუდენტი ვიყავი და წასული ვიყავ. შეიძლება იმისთვის იყო ეს წინაპირობა და მაგრამ აი ეს კონტრასტი კიდევ მაშინ ძალიან კარგად ჩანდა, რომ იყო ხალხი, რომელიც ჩართული იყო ამ ომში, იყო ხალხი, რომელიც საერთოდ არ აინტერესებდა, ზოგი ქორწილი, ზოგი დაბადების დღე. ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება კი ბატონო მშვენიერია, ნამდვილად და მართლა ძალიან მშვენიერია, მაგრამ ეს დევალიდიზაცია, ანუ გაუფასურება და ეს შეგუებაც ზოგჯერ შეიძლება ესეთი ფორმა მიიღოს ადამიანის ცხოვრებაში. სახარებაშიც ზუსტად მასე წელია. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ, ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო. და იმედია, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელიც გავეცით. ცხოვრება რამდენად მშვენიერია, ამაზე დავა ალბათ ყოველთვის შეგვიძლია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად სწორედ ჩვენს აღქმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მშვენიერი და განსაკუთრებული იქნება ის. თქვენ დამიწერეთ თუ რას ფიქრობთ ამ ფილმზე, მე კი შემდეგ გადაცემაში შეგხვდებით. ნახვამდის.